სააკაშვილი ლიდერად დღეს სპორტის სასახლეში შეკრებილმა 12,000-მა ნაციონალმა დაასახელა. ყრილობამ, რომელიც საათ ნახევარს გაგრძელდა, ლიდერის ანგარიში და წინასაარჩევნო პროგრამა მოისმინეს. ნაციონალთა კანდიდატის საპრეზიდენტო პროგრამაში კვლავ ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ქცევას. ქვეყნის პირველ პირს არც ოპოზიცია დავიწყებია. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის დეტალებით სოფო ზურაბიანია პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ. საათნახევრიანი ყრილობა სპორტის სასახლეში. ეს იყო პრინციპში დღე, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე ოფიციალურად დაასახელა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი და ის პროგრამა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მეორე ვადით მოვა საქართველოს პრეზიდენტად. ამოცანები გარკვეულია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ღია თქვა, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე სოციალური პროექტები. დღეს ტრიბუნასთან გამოსული ნებისმიერი ლიდერი იმეორებდა ფრაზას იმის თაობაზე, რომ წარმატებები, რომელიც ქვეყანაში მათი მტკიცებით საკმაოდ დიდია, უნდა შევიდეს ნებისმიერ ოჯახში. ეს არის მთავარი ამოცანა მთავრობისა და პრეზიდენტისა, თუ ის ვიმეორებ მეორე ვადით იქნება არჩეული. დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ამოცანები, რომელიც მას ქვეყნის წინაშე უდგას. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პრინციპში დეტალები მისი სიტყვიდან, ვინაიდან ის საკმაოდ ვრცელი გამოსვლით გამოვიდა და მიმართა საზოგადოებას და ერთი სიმბოლური დეტალი მას დღეს დიანა ღურწკაია ედგა გვერდით და ეს არის სიმბოლო იმისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პროგრამის მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მომავალში მასწავლებლის საშუალო ხელფასი ყობა შეუდგა თავის უშუალო მოვალეობის შესრულებას. ჩქარი ტემპით. ყობა ცოტა ხანი მე მომანდა ეხა ეს. გადი ქვაფენლები გაქვს კიდე დარჩენილი გზგარეთ დასაგები. დიანა ღურწკაია ყობა სუბელიანს არ გაყვადა. პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით საკმაოდ ვრცელი გამოსვლის ბოლომდე დარჩა. აფხაზეთიდან დევნილი დიანა ღურწკაიას სახით პრეზიდენტმა სიტყვა იმ 400,000 ადამიანს მიუძღვნა, რომლებიც სახლებიდან იძულებით გამოაძევეს. მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო პროგრამის მთავარ ამოცანად პირველის მსგავსად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რჩება. პრეზიდენტს ესიზმრება ისეთივე სიზმრები გარწმუნებთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს. პრეზიდენტს არ ესიზმრება არც ლიმუზინები, არც კაბინეტები, არც სხვა პრეზიდენტებთან შეხვედრები, თუნდაც ბევრი მათგანი ჩვენი მეგობარია. მე მესიზმრება ყველაზე უფრო ხშირად სოხუმი. და მე მესიზმრება ერთი და იგივე კოშმარი, რომ მე ჩავედი სოხუმში და თავისუფლად ვერ გამოვდივარ. რომ მე ჩავედი სოხუმში და ვიღაცეები ცდილობენ გზა გადამიკეტონ. რომ მე ჩავედი სოხუმში და ვიღაცეები მეუბნებიან, რომ იქიდან უნდა წავიდე და სამუდამოდ მივატოვო იქაურობა. 5 იანვარს ან ჩვენ ამ გზას გავხსნით, როგორც გავხსნით გზა ჩოლოქზე, ან ჩვენივე ხელით სამუდამოდ ჩავკეტავთ. მე მინდა ეს ყველამ კარგად დავიმახსოვროთ. ქვეყნის რეგიონალური ფეოდალებიდან გათავისუფლება, კორუფციის ბეჭებზე დადება, ძალადობრივი დანაშაულის ორჯერ შემცირება, ქურდების ინსტიტუტის წელში გატეხვა, დაგებული გზები, აშენებული სკოლები და საავადმყოფოები. ბოლო 4 წლის განმავლობაში იმდენი, რაც საქართველოში 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. პოლიციისა და განათლების რეფორმა, 2008 წელს ნატოს წევრობის გეგმის მოპოვება, დეკემბრიდან გაზრდილი პენსიები და მასწავლებლის ხელფასები, რუსული ჯარის საქართველოდან გაყვანის პროცესის დასრულება. ეს პრეზიდენტის სიტყვის დეტალებია. ბოლო 4 წელიწადის მიღწევების გარდა, პრეზიდენტმა გვერდი არც პრობლემებს აუარა. პასაჟებს შორის არც ოპოზიცია დავიწყებია. კომედია არის, დაგვიდგა ერთმა კლოუნმა კომედია, როგორ იმეორებენ ვარდების რევოლუციის სვლას და მანქანებით როგორ შემოდიან თითქოს თბილისში. თბილისიდან გადიან და თბილისშივე შემოდიან. გაიხსენეთ, ჩვენ როცა შემოდიოდით, საქართველო იყო ჩაბნელებული და ერთადერთი სინათლის შუქი იყო ის მანქანები, რომელშიც თქვენ ისხედით. და ეხლა ჩვენ გავანათეთ საქართველო და ამიტომ გივით არგამაძის გამოთქმის არ იყოს ჯოჯოხეთის მაშხალა ისე კარგად ვეღარ ანათებს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე განათებული გვაქვს და ვეღარავის ვეღარ ავნაებს და ვერ უჭრის თვალს. ყველა ჩვენ ოპონენტს უწვით ხელს. მე საქართველოს შიგნით ტრები არ ამყავს. ჩვენ საქართველოს შიგნით ტრები არ აქვს. ბევრი გზაბნეული ადამიანი შეიძლება იყოს. ბევრი კითხვაა გასაცემი. სხვადასხვა სპეცსამსახურებთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. მაგრამ ყვაპატიოთ ყველამ ერთად. მიუტევოთ ერთმანეთს ეს. ეს არ არის მთავარი, იმიტომ რომ ისედაც ცოტანი ვართ ხალხო. ნაციონალური მოძრაობის 12,000 დელეგატი და 5,000-მდე სტუმარი პრეზიდენტ სიტყვას ოვაციებით ხშირად აწყვეტინებდა. ყრილობის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შეფასება ასეთი იყო. 5 იანვარს არჩევანი სახელმწიფოსა და ქაოს შორის უნდა გაკეთდეს.
ძალიან ემოციური იყო პრეზიდენტის გამოსვლა და რაც თავარია, მან თქვა ის, რომ ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის მომენტი. ეხლა ჩვენი ხალხი აირჩევს ან მომავალს, ან წარსულს, ან გამარჯვებას, ან დამარცხებას, ან თავისუფლებას, ან მორჩილებაში ყოფნა. არჩევანი არის ძალიან ნათელი, მე ვფიქრობ, რომ არჩევანი არის სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ ან ქაოსის სასარგებლოდ. ბევრად უფრო მე ვფიქრობ აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენ ამოცანებზე. საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები არ იცვლება. ალბათ, უფრო მეტი ენერგიით, უფრო მეტი მონდომებით, უფრო მეტი ტემპით გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც დავიწყეთ 4 წლის წინ. დღეს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან. სამაგიეროდ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა ლადო გურგენიძემ, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრობის უკვე რეალურმა მოქმედმა ახალმა პრემიერ-მინისტრმა. გარდა ამისა, ის გამოვიდა ასევე ბუნებრივია ტრიბუნასთანაც ნინო ბურჯანაძისა და გიგი უგულავასთან ერთად. ლადო გურგენიძის სიტყვის მთავარი დეტალები იყო ის, რომ ქვეყანა აგრძელებს ბუნებრივია სოციალური პროექტების განხორციელებას, ეს იქნება მთავარი იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ხელმეორევადით არჩეული. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ის დღეს საზოგადოებას დაპირდა, რომ ნებისმიერი ხმა იქნება დაცული და პატივცემული. გიგი უგულავამ კი საზოგადოებას უთხრა, რომ ახლა საზოგადოების არა ხმების, არამედ გულის მოგებაა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ დეტალები ამ სიტყვებით გამოსვლიდან. რეფორმამ დღემდე მოიტანა და მოიტანა პირველ რიგში განცდა სტაბილურობისა, პერსპექტივისა, მოიტანა ალბათ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში საშუალო ფენა, საშუალო კლასი, რომელიც დღითიდღე ვითარდება, რომელსაც აქვს გეგმები, მიზნები დასახული თავისათვის, თავიანთი შვილებისათვის და რომელსაც მთელ საზოგადოებასთან დღეს ისე როგორც არასდროს ჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, ჭირდება პერსპექტივის განცდა, ჭირდება სოციალური სამართლიანობის განცდა და ჭირდება ის ეკონომიკური ოპტიმიზმი, რომლის ყველა წარამძღვარი ჩვენ გვაქვს. საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების, ევოლუციის და არარევოლუციის და დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია და ამ არჩევანს საბოლოოდ უნდა მიჰყვეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით არჩევანი დღეს ხალხს, ქართველ ხალხს იმაზე ადრე აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ეს კანონით იყო განსაზღვრული. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და მე მინდა თითოეული ადამიანი, ვინც დღეს ამ გამოსვლას უსმენს, დავარწმუნო იმაში, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის არჩევანი იყოს მართლაც პატივისცემის საგანი, თითოეულმა ადამიანმა და სრულიად საქართველომ თავად გადაწყვიტოს, რა გზა ურჩევნია მას, რომელი მიმართულება მიაჩნია სწორად და ვის უჭერს მხარს. ჩვენ აქამდე ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, ვიბრძოდით ჩვენი ხალხის ხმების მოსაპოვებლად. დღეს ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხის, სულის ჩვენი ხალხის გონების მოსაპოვებლად. დღეიდან ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხის გულისთვის. დღეიდან ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს გულისთვის. და ეს გზა არის გამარჯვების გზა. დღეს სააკაშვილის მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მხარდაჭერას. დღეს სააკაშვილის მხარდაჭერა და სააკაშვილის გვერდზე დგომა ნიშნავს საქართველოს გვერდზე დგომას. ეს იყო დეტალები სიტყვით გამოსვლებიდან, პრინციპში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დღეს საათ ნახევარს გაგრძელდა და მათ წარმოადგენეს საკუთარი პროგრამა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უკვე წინა აქვთ ასეთი ყრილობები. სოფო ზურაბიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში სპორტის სასახლეში შეკრებილ 5000-მდე მოწვეულ სტუმარს შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები. პირველი პირებით არ ყოფილან წარმოდგენილნი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და რუსეთის საელჩოები. მხარდაჭერას ზუმბას ახალი სიმღერი და მომღერალთა დიდი გუნდით სპორტის სასახლის სცენაზე ნინო ვარდოსანიძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. დიახ, ის ფაქტი, რომ კულტურის მოღვაწეების საკმაოდ დიდი ნაწილი მივიდა დღეს სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე დასასწრებად, ნიშნავს იმას, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ ხელისუფლებას, თუმცა ბევრ მათგანს კამერის წინ არ დაუფიქსირებია, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ისინი დღეს საუბრობდნენ იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა. არასდროს ისე გვჭირდება ერთობა. გამარჯვებისკენ გზა გაგვინათე მზეო. როგორც არა
დრო ისე გჭირდება ერთობა გამარჯვებისკენ გზა გაგვინა თემზეო მოსაგონებლად წარეწარსულიც ვეყოფა დროა გათენდე ბედნიერების დღეო ლექსი, რომელიც ზაზა კორინთელმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა 15,000 ადამიანმა ახალი კომპოზიციის თანხლებითაც მოისმინა. ზუმბას მორიგ საჩუქარს მრავალჟამიერი ჰქვია და ის ქვეყნის ერთიანობას ეძღვნება. სპორტის სასახლის სცენაზე მოგვიანებით ბუბა კიკაბიძეც გამოჩნდა. გამარჯობა აფხაზეთო შენ. ლურჯონთებო თეთრო სანატო მომღერალს დღეს არ დაუკონკრეტებია ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ამბობს, რომ ადამიანს კარგის და ცუდის გარჩევა უნდა შეეძლოს. მე არ მიყვარს კაცი დაუნახავე რა. რაც არის ის უნდა დაინახო, რაც არ არის უნდა თქვა. ეხლა დამაჯერებელი თუ არის მაშინ ხმას მივცემ, თუ არ არის არ მივცემ. ხო, ეს უკვე ჩემი პრობლემა იქნება. ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე მიწვეული სტუმრები იმ წარმატებებზე საუბრობდნენ, რომელსაც ქვეყანამ ამ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ და ყველაფერი კარგად იქნება. დავიბრუნებთ როგორც სამაჩაბლოდ, ისევე აფხაზეთს. მე მგონი, ნამდვილად ვიმსახურებთ იმას, რომ ვიცხოვროთ ძალიან კარგ ქვეყანაში. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე გავხდებით აი ეს კარგი ქვეყანა, როგორც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და ჩვენთვის. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ კაი ხალხი იყო და კაი გარემონტებული დარბაზია და მომეწონა. კულტურისა და სპორტის მოღვაწეები აცხადებენ, რომ საზოგადოების წინაშე არამხოლოდ საკუთარი საქმიანობის გამო ან ხელისუფლების მხარდასაჭერად ჩნდებიან, არამედ ამბობენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემრიგებლის როლსაც ითავსებენ. Čudია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის სცენაზე ვიზახით იმ ჩვენ სიმართლეებს, რომ მეფეს და პაიკს ერთგულში ყრიან და უმამრავი სხვა იმ სიბრძნეს და მე მინდა რომ ეს ყველამ აითავისოს, რომ ჩვენ მუსკულსები ვართ შემრიგებელი ადამიანები. ყველაფერს აქვს თავის საზღვარი რა, სიგრძე მეტრობით იზომება, სიმაღლე დეციმეტრობით, მოცულობა კუბომეტრობით და ასე იგი ქვეყნის პრეზიდენტის და საქმეების საზოგადოება და საზოგადოება და ესენი თქვენ ალბათ დანარჩენს და ეს არის თქმა დანარჩენი ყველაფრის. სპორტის სასახლეში შეკრებილი საზოგადოება ხელისუფლებისგან დაწყებული საქმეების გაგრძელებას ითხოვს. მათი განცხადებით საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გასაკეთებელიც ჯერ კიდევ ბევრია. მომავლის იმედით ვართ რასაკვირველია, მწამს აბსოლუტურად ყველანაირად მწამს, რომ სასიკეთოდ შეიცვლება სულ ყველაფერი. მივახციეთ იმას, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს, ეს გზა არ უნდა დავთმოთ. ეს გზა უნდა გაგრძელდეს, თუ გვინდა რომ ჩვენ მომავალი გქონდეს. საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა, როგორი იქნება პრეზიდენტის და მისი გუნდის სამოქმედო პროგრამა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სცენაზე ასვლა ქართველ ხელოვანებსაც არაერთხელ მოუწიათ. ყრილობის დასასრულს მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე მოწვეულნი იყვნენ ასევე დიპლომატების, თუმცა დილიდან ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო უარს აცხადებდა სპორტის სასახლეში მოსვლამდე. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საელჩოს წარმომადგენელი დღეს იმყოფებოდა ყრილობაზე, თუმცა მათ დარბაზი უკომენტარო დატოვეს. ნინო ვარდოსანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დღის ბოლოს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ საქართველოს, პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. მიხეილ სააკაშვილმა ვალდა სადამკუს და ლეხ კაჩინსკის საქართველოსათვის მძიმე პერიოდში თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. პირდაპირ ეთერში გვერდება ჩემი კოლეგა ნოდარ მელაძე, რომელიც სამი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგს პირადად ადევნებდა. თვალყურს ნოდარ გისმენთ. სამივე ქვეყნის პრეზიდენტმა მხოლოდ განცხადება გააკეთა მათ არ უპასუხიათ ჟურნალისტების შეკითხვებისათვის 1 საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. პოლონეთის პრეზიდენტი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და სწორედ ამის შემდეგ ლეხ კაჩინსკიმ განმარტა, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია და 5 იანვარს დანიშნული არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან. კაჩინსკი ამბობს, რომ დემოკრატიის გზაზე რთული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, თუმცა მას ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ სავარაუდოდ 7 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გულისხმობდა, აქციის დაშლას გულისხმობდა, ხელისუფლებამ ხალხის სიყვარულის გამო მიიღო. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული 5 იანვარს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით. რადგან ამით ხალხი თავისბეს თვითონ გადაწყვეტს. ეს საქართველოში ჩემი მესამე ვიზიტია და მე ვგრძნობ, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება.
დემოკრატიული პრინციპები საქართველოში დაცული უნდა იყოს, ამისათვის ხელისუფლებამ ბევრი რამ უნდა გააკეთოს. ჩვენ შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ. ამ შეხვედრიდან მე მივხვდი, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და მე აქედან ამ გზავნილს აუცილებლად წავიღებ. ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ იყო საქართველოში დემოკრატიის განვითარება, რომელზეც საუბრობდა ორივე ქვეყნის პრეზიდენტი, ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები. ლიტვის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ის კი განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში სიტუაცია არის საკმაოდ დაძაბული, ყურადღებით ადევნებდა თვალს და ციტირებას მოვახდენ, თავისუფლება მოდის მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამის სურვილი ხალხს ებადება, ხოლო თავისუფლების დღემდე არის დემოკრატია. დღესასწაულ პრეზიდენტებმა ისაუბრეს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ურჩიეს, რომ აუცილებელია დემოკრატიული ნორმების დაცვა, რადგანაც შეუძლებელია და ქვეყანაში ჯერ არ გამოუგენიათ დემოკრატია ზოგადად მოვლენა საუბრობდა დღეს ლიტვის პრეზიდენტი. პრინციპში პოლონეთის პრეზიდენტმა დღეს, რომელიც დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე და თავიდან ბოლომდე პარტიის ყრილობას პრაქტიკულად თავისი ღია მხარდაჭერა დააფიქსირა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მისამართით. თუმცა საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა იმ ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელიც სამივე ქვეყანამ უნდა გაატაროს. დღეს პრეზიდენტის პრინციპში პარლამენტში მწვავე გამოსვლა აღარ ქონია, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის, ლიტვისა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ ერთხელ გაიხსენა. დღეს აქვს ლიტვაში ნაციონალური დღე, არმიის დღე, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნაციონალური დღესასწაული და ვალდას ადამკუსმა შუა დღესასწაულში მიატოვა თავის ქვეყანა და ჩამოვიდა ასევე ხარდაჭერის გამოსახატავად იმ პირობებში, როცა გუშინ მე საიდუმლოს გეტყვით, თვითმფრინავიც კი ოფიციალური თვითმფრინავიც გამოვიდა წყობრიდან და მიუხედავად ამისა, ახალი თვითმფრინავი და რამდენად ვიცი, პოლონელებიც კი აგზავნდნენ თვითმფრინავს იქ, მაგრამ ახალი თვითმფრინავი იქნა მოპოვებული და მიუხედავად ყველაფრისა, ვალდას ადამკუსი ჩვენი მართლაც ხმალამოღებული დამცველი თელ ევროპაში და მსოფლიოში. ლიტვა არავის არც ერთ სიტყვას არ არჩენს საქართველოზე. მე მინდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გქონდა 80-იან წლების ბოლოს 90-იან წლების დასაწყისში ეს ლოზუნგი თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. თუ კი ვინმე იბძვის დღეს ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის ლიტვა, ჩვენი თავისუფლებისთვის, ესე იგი ლიტვის თავისუფლების დასაცავად და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თავისუფლებით, ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის გადარჩენით გვერდზე დაუდგეთ ჩვენ პარტნიორებს და ჩვენ მეგობრებს. პირველი გზავნილი იყო ქართული ხალხისადმი. პოლონეთის პრეზიდენტი და ლიტვის პრეზიდენტები აქ ჩამოვიდნენ არა მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდასაჭერად, არამედ ქართული ხალხის მხარდასაჭერად, ვინაიდან ისინი იზიარებენ რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია საფრთხეშია და ის საფრთხე გამოვლინდა 7-ში და 8-ში ნოემბერს და ეს არის მხარდაჭერა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის და რასაკვირველია ამ ხალხის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის. სამივე პრეზიდენტი გამოსვლის დროს საუბრობდა და ძირითად აქცენტს აკეთებდა მოსახლეობაზე. პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებმა განმარტეს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან ერთადერთი გამოსავალი იქნება მოსახლეობის არჩევანი. დღეს ლიტვის პრეზიდენტი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მსგავსი პრობლემის შესახებ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების დადგეს, თუმცა მთავარია ამ შემთხვევაში ხალხის აზრს მიექცეს ყურადღება. სწორედ ამის გამო ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რომ აუცილებელია სახალხო გამოკითხვა, ხალხის პოზიციის დაფიქსირება და სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ყველა პრობლემის გადაწყვეტა. ოდნავ მოგვიანებით ოფიციალური ბრიფინგის დასრულების შემდეგ ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. ეს მოხდა პარლამენტში საპრეზიდენტო რეზიდენციაში. ამ წუთებში კი დახურულ კაცნებმა პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს. ვალდას ადამკუსმა და მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა უკვე დატოვეს. ნიდერმელაძე საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დღეს თამარ მეფის ხიდთან პრომეთეს ძეგლი გახსნეს. პრომეთე გამარჯვების ეროვნული ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტი წმინდა გიორგის ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს ლეხ კაჩინსკიმ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ქართველებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. დილიდან კი პრეზიდენტები ქაშვეთში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრნენ. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებითი საზეიმო წირვას ქაშვეთის ეკლესიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ტაძარში მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. ღვთისმსახურებას პრეზიდენტის ოჯახიც ესწრებოდა. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო წირვა-ლოცვა ქაშვეთის ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასასრულს პატრიარქმა მრევლის წინაშე იქადაგა. წმინდა გიორგი საუკუნეების მანძილზე ეხმარებოდა საქართველოს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წმინდა გიორგი მუდამ ჩვენთან იქნება. მას მოესმა ხმა
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ნუგეშინიან გიორგი მე შენთანა ვარ აი ასეთი ხმა გვესმის ჩვენ ესმის საქართველო ნუგეშინიან უფალი ჩვენთანა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა ჩვენთან არს ღმერთი კაჩინსკიმ და სააკაშვილმა გამარჯვების ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო პრომეთეს ძეგლი გახსნეს. სააკაშვილმა დღესვე კაჩინსკი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ლეხ კაჩინსკის დღეს გადავწეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი ჯილდო, ყველაზე უმაღლესი ორდენი, წმინდა გიორგის ორდენი და დიდი მადლობა უთხრა ყველაფრისთვის. თავის მხრივ პოლონეთის პრეზიდენტმა საუბრისას დღეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი და ქართველებს გიორგობა მიულოცა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ მისთვის უფრო მეტი გავაკეთოთ. გილოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. ჩვენი ხალხების მეგობრობის სურვილს გამოხატავ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ბევრისთვის უცნობია, რომ 20-30-იან წლებში პოლონეთის პრეზიდენტის მარშალ პილსუდსკის მეთაურობით შეიქმნა ბოლშევიკების მიერ დაპყრობილი ხალხების განთავისუფლების კომიტეტი. ეს შექმნა პოლონელმა დიპლომატებმა თურქეთში და მას ეწოდა პრომეთეს ლიგა. პრომეთე არის სიმბოლო საქართველოსი. პრომეთე არის სიმბოლო იმისა, რომ ვერაფერ ვერ გააჩერებს თავისუფლების მოყვარე ქართველებს. პრომეთე არის სიმბოლო ასევე დიდი ტანჯვისა, დიდი გამოცდისა. მაგრამ პრომეთე არის ასევე სიმბოლო საბოლოო გამარჯვებისა და საბოლოო გაძლიერებისა, ისევე როგორც წმინდა გიორგი. რომელიც იყო ებრძოდა დიდ იმპერიას, დიდ იმპერატორს. არ ქონდა იმდენი ფიზიკური ძალა, მაგრამ ქონდა დიდი სულიერი ძალა და სულიერი ძალით დაამარცხა ნებისმიერი მტერი. პოლონეთის პრეზიდენტი დღესვე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა ლეხ კაჩინსკის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრებთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების შემდეგ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა გადაიდო. დღის ბოლოს საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსიც ესტუმრა. სამი ქვეყნის პრეზიდენტი პირისპირ ერთმანეთს უკვე პარლამენტში დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში და ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით იმ გზაზე, რასაც ქვია ნატოში და ევროსტრუქტურებში გაწევრიანება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ამ ტიპის შეხვედრების გამართვა. პოლონეთს რაც შეეხება, ეს საერთოდ განსაკუთრებული მოვლენა არის ქართულ-პოლონური ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს ათწლეულების ისტორია და უფრო მეტ წლის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე კარგი რეკომენდატორი, ყველაზე კარგი მხარდამჭერი ევროპულ სამეგობროში. რა თემებზე იქნება ძირითადად საუბარი, თუ იცით დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან? ამის შესახებ უნებრივია სრული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადი საკითხები შეეხება სწორედ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ევროსტრუქტურაში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც ორი ასევე მნიშვნელოვანი ქვეყნის პრეზიდენტია საქართველოში, სწორედ ამ მომენტში, ამ ეტაპზე, როცა ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, თანადგომა ჭირდება. პოლონეთიც და ლიტვაც, ამ შემთხვევაში წარმოადგენს პრაქტიკულად ბალტიისპირეთს და პოლონეთი არის დიდი ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის წევრი და ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი. პრეზიდენტების ვიზიტი დღის ბოლოს პარლამენტში მოსახლეობისადმი ოფიციალური მიმართვით დასრულდა. მემარჯვენეები მომავლის პარტია, ლეიბორისტები და ერთიანი ეროვნული საბჭო საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციისათვის ემზადებიან. გამყრელიძის ნათელაშვილის და მაისაშვილის სამოქმედო გეგმა 5 წელზეა გაწერილი. გამონაკლისი მხოლოდ ეროვნული საბჭოს კანდიდატია ლევან გაჩეჩილაძე მხოლოდ 3 თვეზე გათვლილ პროგრამას ამუშავებს. ამბობს, რომ გაიმარჯვებს და გადადგება. 4-ვე კანდიდატი საპროგრამო პრიორიტეტად ეკონომიკას, ჯანდაცვას და განათლებას ასახელებს. მხოლოდ მაისაშვილი აკეთებს აქცენტს ეკოლოგიაზე. ერთიანი ეროვნული საბჭო, ლეიბორისტები და მომავლის პარტია ამ მომრჩევლებს პროგრამის კონკრეტულ დეტალებს ბუკლეტების და მედიის საშუალებით გააცნობენ. პარტიული ყრილობა მხოლოდ მემარჯვენეებს ექნება. დავით გამყრელიძე საპრეზიდენტო პროგრამას ხვალ პომპეზურად სწორედ ყრილობაზე წარადგენს. ვინ რაზე გააკეთებს აქცენტს, გოდერძი შარაშია თემის დეტალებით. გია მაისაშვილი ერთ-ერთ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ავტორი იყო. დღეს კი პრეზიდენტობის კანდიდატი ტელევიზორში მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატად გამოცხადებას ელოდება.
მაისაშვილის საპრეზიდენტო პროგრამა ამომრჩეველს წიგნის სახით დაურიგდება. მასში სხვებისგან განსხვავებული ეკოლოგიური უსაფრთხოების საპრეზიდენტო გარანტია იქნება. ჩვენ ვდებთ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას მომავალთან, ჩვენ შვილებთან, მომავალ თაობასთან, რომ შეუქმნათ ქვეყანა, რომელიც ეფუძნება ცოდნის ეკონომიკას, თანამედროვე განათლებას, სოციალურ სოლიდარობას და სუფთა ეკოლოგიას და გულით მათ სამშობლოს. დავით გამყრელიძემ გიორგობა გორიჯვრის ეკლესიაში გაატარა. ხვალ ახალი მემარჯვენეების და მრეწველების ერთობლივი კანდიდატის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია იმართება. მემარჯვენეების ოფისში დავით გამყრელიძე ამომრჩეველს 6 თვეში მომზადებულ და ცოტა სახეცვლილ გეგმას გააცნობს. ეს არის ორიენტირებული იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლის წინაშე დღეს ქართული საზოგადოება დგას, დაწყებული ქართული სოფლიდან დამთავრებული ეკონომიკით, საგარეო პოლიტიკით, ხოლო დანარჩენი დეტალები და ის მთავარი მესიჯები მოდით ხვალისთვის გადავდოთ, ხვალ მე ვეცდები რომ ხვალ დავიწყო ამაზე საუბარი და მთელი კამპანია იქნება სწორედ ჩვენი სამოქმედო გზების და პროგრამის პრეზენტაცია საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და სხვადასხვა შეხვედრების დროს. ეროვნული საბჭო გიორგობას ქაშვეთში შეხვდა. ლევან გაჩეჩილაძის გუნდმა პატრიარქის გადაგებას მოქმედ პრეზიდენტთან ერთად მოусმინა. გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო პროგრამა პირველია საქართველოს თანამედროვე საარჩევნო ისტორიაში, როცა პროგრამა სამთვიან პერიოდს ითვალისწინებს. ჩვენი კანდიდატი ვერც დადებს და არც დადებს, იმიტომ რომ ჩვენი კანდიდატი არ ემზადება 4 და 5 წლით ქვეყნის მმართველობისთვის. ის ემზადება სამთვიანი გარდამავალი პერიოდისთვის, როდესაც მთელ ძალაუფლებას ხალხს დაუბრუნებს. ბუნებრივია პროგრამა სამთვიან წლზე იქნება. ბუნებრივია აქედან გამომდინარე პროგრამაც იქნება. თუმცა საკუთარ ფასეულებებს, საკუთარ ხედვებს და საერთო ხედვებს ის დააფიქსირებს. შალვა ნათელაშვილის 5 წლიან საპრეზიდენტო პროგრამაში მოხდა ყველაფერი ის, რისთვისაც მშრომელთა ლიდერი ბოლო 15 წლის განმავლობაში იბრძოდა. ლეიბორისტებს პარტიული ყრილობა გასულ წელს უკვე ჰქონდათ, ამიტომ პროგრამის პრეზენტაცია პომპეზური აღარ იქნება. ძირითადი აქცენტები გაკეთდება განათლება, გაკეთდება ჯანდაცვაზე, გაკეთდება ანაბრების დაბრუნებაზე, გაკეთდება ასევე სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სოფლებში, თუ არ დაიწყოს სოფლების აღორძინება, ეს ქვეყანა ვერ შედგება. ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, შალვა ნათელაშვილი, გია მაისაშვილი, პრეზიდენტობის 4 კანდიდატი, რომლებიც მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების პრეზენტაციებისთვის ემზადებიან. ერთი სიტყვით, ლოზუნგების გახმაურების პერიოდი იწყება. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების უკან რუსეთი დგას ამის შესახებ გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რიჩარდ ჰოლბრუკი გავლენიან გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში აცხადებს. ჰოლბრუკი საქართველოსათვის ორ მნიშვნელოვან მოვლენაზე ამახვილებს ყურადღებას. ამერიკელი დიპლომატი რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი ჩასაფრებული კოსოვოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოლოდინში, აქედან გამომდინარე იგი საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სახის პრეცედენტის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში აშკარაა რუსეთის არამხოლოდ დაინტერესება, არამედ მისი მონაწილეობა, განმარტავს დიპლომატი. ეჭვი არ მეპარება, რომ დემონსტრაციების უკან, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რუსეთი დგას, აცხადებს ამერიკელი დიპლომატი გავლენიან გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში. რიჩარდ ჰოლბრუკის მოსასწრებებზე კომენტარს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან დუჩიძეც აკეთებს. მაღალი დიპლომატისთვის, ასეთი გავლენიანი პერსონის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამ განცხადებას ექნება შესაბამისი გავლენაც მათ, ვისაც ჯერ კიდევ უჭირდა დაეჯერებინა მართლაც ასე იყო თუ არა საქმე შეიქმნა უფრო ობიექტური და უფრო საგნობრივი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა მოხდა ამ ბოლო დღეებში თბილისში და რაში გადაზრდის პერსპექტივა არსებობს. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად მოსკოვი და ცხინვალი თბილისის მიერ მართვა დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიულ ადმინისტრაციას მიიჩნევს. ამის შესახებ მოსკოვში დღეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოიტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა. ედუარდ კოკოიტმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ზუბკოვსა და ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ბუკაევთან გამართა. შეხვედრების დასრულების შემდეგ მოლაპარაკების დეტალებზე კომენტარი მოსკოვში კოკოიტის წარმომადგენელმაც გააკეთა. დიმიტრი მედოევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის მთავარი მიზანი დამოუკიდებლობაა. Выборы, которые состоялись парламентские, значит, в Косово, они признаны легитимными со стороны целого ряда государств и международных организаций. Это, конечно же, серьезная заявка
И такая своеобразная увертюра к тому, чтобы признать независимость Косово. А мы дождемся этого решения, но независимо от того, будет Косово признано или не будет оно признано, или будет предоставлен ей какой-либо статус, независимо от этого мы не свернем со своего пути, мы будем добиваться своего признания, своей независимости. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 772 პატიმარი სასჯელ ახსრულებით დაწესებულებებს ეტაპობრივად ტოვებს. ეთერში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება, არ გადართეთ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მე დავინახე მზაობა, რომ არჩევნებამდე ტელეიმედი ეთერში გავა. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვიგებთ EUTHOS წარმომადგენელთან მეშვეობით და არა უშუალო კონტაქტით. როდის გაიხსნება იმედი საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება. როგორია EUTHOS რეკომენდაციები, ნახეთ მზერაში. პრეზიდენტის შეწყალებული 772 პატიმარი სასჯელთ ახსრულების დაწესებულებებს ეტაპობრივად ტოვებს. პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები კი უკვე სახლში არიან. შეწყალებულთა შორის სულ 21 ქალი და 25 არასრულწლოვანია. სპეციალური აქტის საფუძველზე დღეს ძირითადად ის პატიმრები გაათავისუფლეს, რომლებიც წვრილმანი დანაშაულებისათვის იხდიდნენ სასჯელს. დღეს გისოსებს მიღმა ვერ აღმოჩნდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. მათ მიხეილ სააკაშვილისათვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ. თამთა სანიკიძე საუბრობს პირდაპირ ეთერში, თამთა გისმენთ. შეწყალების აქტი ეს არის სპეციალური დოკუმენტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამნისტიასთან დაკავშირებულ იმ კანონპროექტთან, რომელიც პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით უკვე შევიდა. შესაწყალებელთა სია პრეზიდენტს გადასცა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც აი ამ სიაზე მთელი რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა და მას ხელი პრეზიდენტმა ოფიციალურად დღეს მოაწერა. გამოვიდა, ყველა გამოვიდა, ჩაი. 772 პატიმარმა ციხის კედლები თითქმის ერთდროულად დატოვა. პრეზიდენტის შეწყალებამ სახლში ყველა ის მსჯავრდებული დააბრუნა, რომლებიც სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდნენ. შეწყალებულთა შერჩევის დროს დანაშაულის სიმძიმის გარდა აქცენტი სოციალურ მხარეზეც გაკეთდა. მათ ამნისტია არ შეეხებოდათ. სწორედ ამიტომ იქნა ცალკე აქტი მომზადებული, რომელსაც შეწყალება ქვია და პრეზიდენტი უკვე პიროვნულად იწყალებს იმ ადამიანებს, რომელსაც თვლის, რომ ასე ვთქვათ, სოციალურ და საზოგადოებრივ თვალსაზრისით ეს დაიმსახურეს. შეწყალებულთა შორის 21 ქალი და 25 არასრულწლოვანია. სია პრეზიდენტის ხელმოწერით სასჯელ ახსრულების დეპარტამენტმა დილის 12 საათისთვის მიიღო. უამინდობის მიუხედავად გათავისუფლებულების ახლობლების საპყრობილეებთან დილიდან შეიკრიბნენ. ოჯახის წევრების გარდა პრეზიდენტის აქტი ადრესატებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. 6 შვილის დედა ვარ, 6-ვე ბოლოს, რა ვიცი, ასეთი ბედნიერი დღე. აი მე მადლობელი ვარ, აი აქ ყოფნით. გუშინ გავიგე და არ ველოდი მაინც დღეობით რომ გამომიშვებდნენ, просто ვიყავი მაინც ჩემთან. და ღმერთს იმედით მაინც იმაშოვე. დიდი მადლობელი ვარ ყველას. ძალიან ბედნიერი დღე მაქვს დღეს გიორგობის დღეს და ყველა მშობელს უსურვებ ასე ჩახუტებოდნენ თავად პატიმარ შვილებს. ესეთი განწყობაა, რომ ზოგს 3 წელია პატია, ზოგს 2, ზოგს თვეები, მაგრამ ყველას უხარია ასეთი და იმედი აქვს, რომ კიდე გაგრძელდება. სიაში ვერ მოხვდნენ საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები: სულხან მოლაშვილი, დავით მირცხულავა, ირაკლი ბათიაშვილი, შალვა რამიშვილი და თემურ თათარაშვილი. რადგან პატიმრებს შეწყალების თხოვნით კომისიისთვის არ მიუმართავთ, დაკავებულების ოჯახები მათ დღეს სახლებში არ ცელოდნენ. იმედი ქონდა უფრო ამნისტიის. ამნისტია ცხოა, თუ არ არის ჯერ. ანა ამნისტიის იმედი ქონდა. ჩვენს ოჯახს იმედი აქვს, რომ საახალწლოდ მაინც გაახარებს ჩვენი პრეზიდენტი. როგორც ხვებმა ოჯახებმა გიორგობის დღეზე გაიხარეს. იმედით ცეცხლობს ადამიანი და იმედი გვაქვს ჩვენც ასევე, იმიტომ რომ თემური ნამდვილად არის საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი და მე მგონი უკვე არის დრო მისი შეწყალების. ეს აქტი არ იყო გამიზნული ზუსტადაც რომ გარკვეულწილად ან ცნობილ ადამიანებზე, ან ცნობილ საქმეებზე, ეს იყო ზოგადი შესწავლის საფუძველი იმ პატიმრებისა, რომლებიც ჩვენს დაწესებულებებში იმყოფებიან დღეს მდგომარეობით და ჩვეულებრივ ორდინალურ, ასე ვთქვათ, ამ გაგებით პატიმრებზე იყო მორგებული. პოლიტპატიმრების უფლებების დამცველი ნანა კაკაბაძე შეწყალებულ პატიმრებზე ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში საკუთარ ოფისში იღებდა. ბათიაშვილის, მოლაშვილის, მირცხულოვასა და რამიშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებზე ამნისტია არ ვრცელდება. ამიტომ კაკაბაძეს პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.
არ შეეხო ისეთ სუბუგ დანაშაულებებსაც კი, რასაც თუნდაც ირაკლი ბათიაშვილს ედავებიან და სხვა პოლიტპატიმრებს და ეს არის ძალიან სამწუხარო, რაც მიუთითებს ხელისუფლების ტენდენციაზე, რომ ის არ აპირებს უარი თქვას პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა შევიწროვებაზე. როგორც სიუჟეტში ნახეთ, ცნობილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არ მიმართავენ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველ პირს ნებისმიერი მიმართვის გარეშე შეუძლია მსჯავრდებულების გათავისუფლება. ამიტომ ცნობილი პატიმრების ოჯახების ნაწილი მომავალ შეწყალებას აუოდება. თამთა სანიკიძე საუბრობდა თემაზე. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და 48 საათში გადადგეს. პირველმა ლეიბორისტმა საგანგებო ბრიფინგი დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართა. შალვა ნეთელაშვილმა დღესვე მიხეილ სააკაშვილისაგან მოითხოვა, რომ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. ნეთელაშვილმა საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოიწვია ტელედებატებში. ყველას კიდევ ერთხელ ტერორისტების და დიქტატორების მე მოუწოდებ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში 48 საათში გადადგეს, დატოვოს კაბინეტი, აიკრიფოს გუდანაბადი და უარი თქვას პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი გვარის შეტანაზე ბიულეტენში, რადგან ეს იქნება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ოპოზიცია პოლონეთის პრეზიდენტს ხელისუფლებასთან შუამავლის როლს თავაზობს. სასტუმრო თბილისი მერიოში თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლეხ კაჩინსკი შეხვდა. ოპოზიციამ პოლონეთის პირველ პირს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გააცნო და 2-დან 7 ნოემბრამდე გამართული საპროტესტო აქციების შესახებ სანდრო გირგულიანის მკვლელობასა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე ესაუბრა. ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით განუცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა ლეხ კაჩინსკის დღევანდელ შეხვედრაზე. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ვინაიდან მან ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის მიზეზი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოს პრეზიდენტთან დღეს საღამოს შეხვედრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას ექნება ძალიან კარგი სასიხარულო ამბავი. ამ ოთახში შემოვიდა ერთი ლეხ კაჩინსკი და აქედან გავიდა მეორე, რომელიც ახლა არის მართლა საფუძვლიანად შეშფოთებული იმ ინფორმაციით, რომელიც მან მიიღო ოპოზიციისგან. Რა ინფორმაცია? ეს არის ინფორმაცია, რომელიც იცის თემას სამყარო, მაგრამ ახლა პოლონეთის პრეზიდენტი ყველაფერს არ ფლობდა. მან მაგალითად პირველად გაიგო გირგლიანის შემთხვევა, მან პირველად გაიგო ზოგიერთი სხვა რამ. ტელეიმედი მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე განახლებს. ამ განცხადებას თბილისში 2 დღიანი შეხვედრების შემდეგ მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი აკეთებს. მიკლონ ჰარაშტი ხელისუფლებასა და ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლებს შეხვდა. ეუთოსათვის მიუღებელია ის ფორმა, რომელიც ხელისუფლებამ იმედის დახურვისათვის გამოიყენა ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენის შესახებ. ხელისუფლების პოზიცია უცნობია იმედის დირექტორებისათვის. ბიძინა ბარათაშვილი ჯერ კიდევ ცდილობს ქვეყნის პირველ პირებთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვას. რომლები კი იმედის გახსნას დეკემბერში ვარაუდობენ. ტელეიმედმა მაუწყებლობა შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაახლოს. ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში იმედის მიმართ იმედიანია. მიკლოშ ჰარაშტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამისთვის უკვე მზად არის. ეუთოს ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის ერთადერთი იყო ვისთვისაც ტელეპლურალიზმი, ანუ მედიის ხელშეუხებლობა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მე დავინახე მზაობა, რომ არჩევნებამდე ტელეიმედი ეთერში გავა. ფიქრობ, რომ ქვეყანა მზად არის მოახდინოს ტელეპლურალიზმის რესტავრაცია. ამით საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის გამოირჩეოდა. მიკოლაშ ჰარაშტი ვარაუდობს, რომ იმედი ეთერში შეიძლება უკვე დეკემბერში გავიდეს. ამის შესახებ ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას. არხის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი ამბობს, რომ შესაძლო გახსნის შესახებ ისინი ინფორმაციას მხოლოდ კულვარულად და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვიგებთ ეუთოს წარმომადგენელთა მეშვეობით და არა უშუალო კონტაქტით. მე არაერთხელ აღნიშნავს და დღესაც ვიმეორებ, რომ პირველ რიგში აუცილებლად მიმაჩნია უშუალოდ აი ამ კონფლიქტში ჩართული მხარეების შეხვედრა და კონსტრუქციული დიალოგი. ხელისუფლებას კი იმედის გახსნის შესახებ ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მმართველი პარტიის წევრები სასამართლო პროცესს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია კითხვებს დასაბუთებულ პასუხს გასცემს, ხელისუფლებაც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მეთამიმართებაშიც არის საკმაოდ არგუმენტირებული, მტკიცებულებებით გამაგრებული სისხლისამართლის საქმე. ბუნებრივია სისხლისამართლის საქმის დამთავრებასთან ერთად იმედთან დაკავშირებითაც მეზობლური თემის შესაბამისი გადაწყვეტილებები. საქართველოს კიდევ კვლავაც დაამტკიცებს, რომ აქ ამ ქვეყანაში მედია იყო და იქნება თავისუფალი, პასუხისგებელი და ჩვენ რასაკვირველია გამოვიყენებ ევროპულ მოდელებს იმისათვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო გაძლიერება მედიის თავისუფლების საქართველოში. მიკლოშ ჰარაშ დღეს არც ის დაუმალავს, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის იმედის დახურის ფორმა მიუღებელია. მედია ექსპერტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელ ტელეარხთან პრობლემა სასამართლოს გზით უნდა მოეგვარებინა. თუ რომელიმე ტელეარხზე გადის უპასუხისმგებლო განცხადებები და ეს ხელისუფლებას არ მოსწონს, პასუხი უნდა გაეცეს იურიდიულად სასამართლოს გზით. ნებისმიერი არხის ძალით დახურვა არის არასწორი და ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებს. სასამართლო განხილვა კი რამდენიმე დღეში დაიწყება ტელეიმერთ სასამართლოში 2 ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საჩივარი აქვს შეტანილი. ტელეკომპანიას სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებას და 7 ნოემბერს იმედის დახურის ბრძანებას ასაჩივრებს. დღეს კლუბ თუ საიტში ტელეკომპანია იმედის გარდაცვლილი ჟურნალისტი ნინი ანდღულაძე გაიხსენეს მეგობრებმა. გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩვენი კოლეგის დღიურები წიგნად გამოსეს. საკუთარი ჩანაწერების დაბეჭდვა სიცოცხლეში თავად ნინიაცა გეგმავდა და დიზაინის ავტორიც ის არის. დღესვე თუ საიტში არქივში შემონახული ვიდეო მასალებიდან დამონტაჟებული კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა. ამ ყველაფერს კითხულობ. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ნინი დგას, ნინი გიყვება, ნინი გელაპარაკება, მისი ხმა გესმის, სპეციფიური რაღაცნაირად გაწელილი. ძალიან არაბუნებრივი და ძალიან ჩვეულებრივი, როგორც ნინი იყო. გიჟი და საყვარელი. ასეთი ადამიანები ახლა იშვიათად იბადებიან, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მალე მიდიან. ალბათ მეც საუკეთესო ვარ. ზერა ეთერში რეკლამის შემდეგ კულტურის სიახლევით ბექა ელბაქიძესთან ერთად დაბრუნდება. დაგველოდეთ, არ გადართოთ. სამზად ისი დასრულებულია ამერიკელი რეჟისორი ლოურენს კამერმენის საქართველოს უახლეს ისტორიაზე ფილმს იღებს.